არელოდით ამბების ესე შემოტრიალებას. ბევრისთვის მოულოდნელია, ბევრი ხდებოდა. მოკლედ მივიღეთ ესეთი გადაწყვეტილება, რომ გოგოები სკოლაში და ბაღში შევიყვანოთ აქ. ზურა დროებით იქნება ათენში, ივლის რამოდენიმე თვეში ერთხელ ჩამოვა, ან ჩვენ ჩავალთ იქეთ და გოგოები გააგრძელებენ სწავლას სკოლაში და ბაღში აქ. მახსოვს ადრე დაგვიწერეს კომენტარი, რომ რით ვერ ხვდებითო ბავშვო მაქაური ჰაერიო, რომ ცუდად მოქმედებს ერთი სიტყვით და რით ვერ ხვდებით, რომ უნდა შეიცვალოთ საცხოვრებელიო და ასე ადვილი არ არის ამ გადაწყვეტილებების მიღება. მით უმეტეს, როდესაც ჩემი და ზურას 8 წლის მანძილზე თანაცხოვრების განმავლობაში მე და ზურას არასოდეს ცალ-ცალკე არ გვიცხოვრია იმ გამოკლებით, რომ საქართველოში ვიყავით შარშან 2 კვირით და სამშობიაროში რომ იწერდა ყოფნა ეველინა რო გაჩნდა და დანიელა რო გაჩნდა, მაგ პერიოდში დავცილდით მე და ზურა ერთმანეთს, თორე ისე სულ განუყრელად ვიყავით, არ არის ადვილი ესე ოჯახის გაყოფა, არ არის ადვილი ესე საცხოვრებლის შეცვლა, თუმცა საბოლოოდ მაინც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ აქეთ გადმოსულიყავით. იქნებდა ეველინაზე უკეთესად იმოქმედოს აქაურმა ჰავამ, პლუს აგერცემში მყავდა, თეთრამფრუმეში დამყავდა და ვნახოთ როგორი ზამთარი გვექნება. სხვის საქმეში ყველა ბრძენია. ზოგადად ესე ხდება. ხო და ძალიან მიჭირს თავს ისე ვამშვიდებ და ვამხნევებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერი უკეთესობისკენ წავა, მიუხედავად ჩვენი სიშორისა. პირველ რიგში ბავშვების კეთილდღეობაზე უნდა ვიფიქროთ, თუმცა ბავშვებისთვისაც არ არის ადვილი ესე ცალ-ცალკე რომ ვიქნებით. მაგრამ იმდენად უყვართ აქაურობა და იმდენად გიჟდებიან აქ ყოფნაზე და იმდენად მოსწონთ გარემო, არ აპროტესტებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეველინა საკმაოდ ემოციურია, არ აქვს ეს ტირილის მომენტები, რომ აი მამიკოსთან მინდა, რატო არ მივდივართ, მთელი ამბები ეს არ ქონია და ეს კიდე გვამშვიდებს. ასე რომ ესეთი დღე გვაქვს დღეს. ახალი სასწავლო წელი. კიდევ ერთი ახალი გვერდი გადაიფურცლა ჩვენ ცხოვრებაში და ვიცი, დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ისე აეწყობა, როგორც ჩვენ გვინდა. ეხლა წავედი საკანცელარიოში. რაღაცები მაქვს საყიდელი. მე წავალ დანიკუნას მოვიყვან, დანიკო ბაღშია. პირველივე წუთიდან როგორც კი შევიდა, დაგვემშვიდობა, მასწავლებელი ამხელა თვალებით გვიყურებდა. წარმოუდგენელიაო, პირველივე დღესვე ბავშვი ესეო წუწულის სატირილის გარეშეო დათანხმდა დარჩენასო და მოგვიანებით წავალ და წამოვიყვან. ასევე დღეს ლიკუნას აქვს ცეკვა, შევიდა ცეკვაში. ჩვენი უსაყვარლესი ბუბუ დგებუაძესთან. სხვა არც განიხილებოდა. და გაჩვენებს მე ქალბატონი როგორ გამოიყურება ეს ცეკვის ფორმა როაცია. ჩემი ტანწერცა და გოგო. მოკლედ წავედით საკანცელარიაში. მოვედით დანის წამოსაყვანად მე და დაჯი და დაჯი მეუბნება, ვაი თუ უარი გითხრა, ახლა არ მინდა წამოსვლა სახში. გაჩვენებთ ახლა ბაღს. როგორ მოგწონს დედა? პანდუსიც რო აქვს გაკეთებული. კარგი იყო დედა? მოგეწონა? ხან მოვიდეთ ისე? წადი წაყევი დაჯის. წადი წაყევი დაჯის, წაყე.
არა, სახში არ მივდივართ? ამ ქალბატონს იცნობთ? დატრიალდი როგორი ფორმა გაცვია? წავედით? წავედით ცეკვაში. ბუბუკასთან, ხო? ნიკო, მოვიყვანეთ ბაღიდან. რატომ მომაკითხეთო, რა გინდოდათო? მე იქიდან წავედით ბაზრისკენ, ჯუსტები გქონდა საყიდელი ბაღისთვის და სანამდე ბოტასები არ გვაყიდინა, არ გამოგვიყვანა მაღაზიიდან. ქარია. მაგარი ამიდი გვაქვს, ქარი გვიფუჭებს. იმიტომ ძალიან კარგი ამიდია და სიგრილია. როგორი კმაყოფილი ხარ დღევანდელი დღის სკოლაში? კარგია. კარგი იყო? ვიყიდე წიგნებზე გადასაკრავები, სტიკერები რომ დავაწეროთ, ვაიმე და ვერ ვლაპარაკობ, დაღლილი ვარ, ძალიან გადავიწვი. წინ დავუკან სირბილით. სტიკერები რომ დავაწეროთ სახელი და გვარი. მე დავიყავი. კიდე და დაიკავე. ხო და მოკლედ ქალბატონმა დანიელამ ერთი ამბავი გვიწია. უნდა დაბჭყვალებიანი ბოტასები, რომელიც მისი ზომა არ იყო, სხვა მაღაზიაში არ უნდოდა. სხვა არანაირი ბოტასი არ განიხილებოდა და მე რაღაცა დაჭღანული ეგრეთ წოდებული ბალენსიაგები. მამიტანა ბაღიდან რა მოგიტანა? პომადა და ბუშტები. ბაღიდან კი არ მოგიტანა პომადა, დედიკო, პომადა მაღაზიიდან წამოვიდა. აბა ბაღში სად ქონდა პომადა, დე? ხოდა გაჩვენებთ, მე რა ბოტასები აირჩია იმ ველურჩიკან. წავედით ახლა. ცეკვას. ევეკოს კომპიუტერი და ახალი წიგნები ადგილზეა, ვუყიდი ასევე საკანავები, სტიკერები და ესეც კომპიუტერი გახსნილ მდგომარეობაში გამოიყურება ესე და რაღაც დასაყენებელი აქვს თავისი კოდები და ამბები, ჯერ არ გაგვეკეთებია ეს ყველაფერი, არ გვეჩქარება, ესეც ევეკოს გაკვეთილების ცხრილი უკვე მზად არის. დავწერე, გავამზადე და შევუდგებით სწავლას. მე კი აქედან დაგემშვიდობებით, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და შევხვდებით მომავალ ვლოგში.